დილამშვიდობისა პრინცესა. Smile, გაიღვიძე. რას საკეთებ ასე ადრე, რატომ მაღვიძებ? რა გინდა საერთოდ? არა, ისევ შევცვალეთ სხეულები. ეს რატო გვემართება? ჯანდაბა, დიანა, მომისმინე, ჩვენ ვჩხუბობდით და მაგიტომ გავცვალეთ სხეულები და ახლა პირში საშინელი სუნი მაქვს და სხეულზე ყველგან თმები მაქვს. ჰეი, ერთმანეთის სხეულებში ვართ გაჭედილი, შეიძლება სამუდამოდაც კი. არ გაბედო და ჩემს სხეულს რამე არ გავუკეთო. ფეხები არ გაიპარსო, იცოდე. ჯანდაბა, საშინლად გამოიყურები. სახის ნიღაბი გააქვს, მაგრამ Smile საიდან იქნება სახის ნიღაბი? მეზიზღება ბიჭად ყოფნა. იცი რა, დიანა, პრობლემა შენშია. რას გულისხმობ, მე რა შუაში ვარ. გულში კალათბურთელებმა დაქცინეს, იმიტომ რომ საპირფარეშოში სხვანაირად შეხვედი. შენ ახლა ბიჭი ხარ და ისე უნდა მოიქცე როგორც ბიჭები იქცევიან. არ შემიძლია, მე გოგო ვარ. აიმე, კარგი, დიანა, პრობლემა გვაქვს. ჩვენ სხეულებს ვეღარ ვუბრუნდებით, რაღაც დავაშავეთ და უნდა გავიგოთ რა დავაშავეთ, რა შეცდომა დავუშვით და როდის. კარგი, მაგრამ პირველ რიგში სახის ნიღაბი მჭირდება. კბილის ჯაგრისი და რამით მის სამაგრი, იმიტომ რომ ეს თმა ყველა მიმართულებით დგას. დიანა, რას ამბობ? კაცის სხეულში ხარ, Smile-ის სხეულში, არ შემარცხვინო. Smile, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? რა გავაკეთოთ? პირველ რიგში დღევანდელმა დღემ ისე უნდა ჩაიაროს, რომ საერთოდ ვერავინ გაიგოს, რომ შენ მე ვარ და მე შენ. კარგი, მაგრამ პირველ რიგში აქედან უნდა წავიდე და თავი ცოტა მოვიწესრიგო. Smile, დღეს კარგად არ გამოიყურები, ასე ვერსად ვერ წახვალ. კარგი, აირჩიე, რომლის გაკეთება გინდა. ბავთვის თუ თმის სამაგრის. დიანა, არასწორად ფიქრობ, იმაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, რა გავიკეთოთ თმაზე. იმაზე უნდა ვიფიქროთ, სხეულებს უკან როგორ დავუბრუნდეთ. კარგი, უბრალოდ არ დაგაუწყდეს, რომ ახლა ჩემს სხეულში ხარ და არ მინდა რომ უზერივით გამოიყურებოდე. კარგი, მარტო ერთი, იცოდე მეტი აქსესუარი აღარ მჭირდება. დამთავრდა, ბოლოა. ძალიან უხეში ხარ, Smile, მე შენთვის უბრალოდ კარგი მინდოდა. გოგოთ ყოფნა რა რთულია. ოხ, რა მოუხერხებელი ხარ. თმის სამაგრი ასე უნდა გაიგეთო. კარგი, იმედია ეს წამება მალე დამთავრდება, მადლობა. Smile, და კიდევ ერთი თხოვნა. გთხოვ საპირფარეშოში ბიჭებით უნდა დგები. ეგ შესაძლებელია საერთოდ შენ სხეულში? უბრალოდ შეგახსენე. მოკლედ, ბიჭებო, დიანასთან პრობლემა გვაქვს. გოგოებო, ეს ნამდვილი პრობლემაა. დიანა და Smile ერთად არიან გასახდელში და არ გამოდიან. დამავიწყდა მარკუსი. პრობლემები ყოველთვის დიანასთან რატო გვაქვს? მასკოტ, დიანას ურთიერთობის პრობლემები აქვს. დაშორდა Smile-ს, მაგრამ თან არა, რაღაცნაირია. თითქოს ბოლომდე არ დაშორებია. ყველაფერი მესმის ისე რო იცოდეთ. ბოდიში, მაგრამ დამოლა შეუძლებელია. კარგი, მარკუს, არ ინერვიულო, ახალ შეყვარებულს იპოვი. რა ახალ შეყვარებულს დიანამ მჭირდება? კარგი, მარკუს, დაწყნარდი, კიდევ დაველაპარაკებით დიანას. ჯობია შენ დაელაპარაკო, მარკუსი თავის თავს არ გავს. კარგი, ბიჭებო, ასეთი სახეები საკმარისია. დღეს თუ ვარჯიში არ გვაქვს, რამე ხო უნდა გავაკეთოთ? და ვარჯიში დღეს რატო არ არის? დიანას გარეშე შეგვიძლია. არა, მასკოტ, ხომ იცი, გუნდის კაპიტნის გარეშე ვარჯიში არ არის. არა, ვარჯიში ჩვეულებრივად იქნება. ბიჭებო, ადექი და ტერიტორია გაასუფთავეთ. გოგოებო, თქვენ კიდე გამოიცვალეთ. მასკოტ, მოდი დავალებებს ნუ გვაძლევ. ვხედავ, დღეს შენ ხარ ლიდერი. კარგი, გოგოებო, დავიწყოთ და იქნებ დიანა მოვიდეს. ხო, ეგ არ მოხდება. მარკუს, ასე ძალიან ნუგწყინს, ვიცი რომ დიანას უყვარ ხარ. ეგ საიდან იცი? მარკუს, ჩვენი მეგობარია და ყველაფერს გვიყვება. ესე იგი უყვარ ვარ, მაშინ Smile-თან ერთად გასახდელში რატომ არის? რაზე ლაპარაკობენ? ეგ არ ვიცი, დაძაბული ურთიერთობა აქვთ. მარკუს, ადექი, ნასწია, შენ დასაცმელი გამოიცვალე. თქვენი მასკოტი პირველივე დღიდან მაღიზიანებს, რაც გავიცანი. ო, მეც მაღიზიანებ. მასკოტ, გთხოვ დაწყნარდი, მარკუსი ახლა ნაწყენია. ეგ არ მატარდებს, ვარჯიშის დროა. დიმა, საღეჭი რეზინი ხომ არ გაქვს? კი, მაქვს. მომეცი. კლასშია. წავედით. მისმინე, ჩქარა. ხო, დღეს რაღაც ძალიან დაკავებულია ეს საპირფარეშო. გომეშვებო, ცოტა მოითმინეთ, ყველა დანარჩენი სართული დაგეტილია, ამიტომ დგას აქ რიგი. სხვადასხვა ეს სპორტსმენების საპირფარეშოა, რომლებიც იყენებენ სპორტ დარბაზს და საერთოდ არ მადარდებს თუ სხვა სართულებზე დაკეტილია. შენი კარინა სპორტსმენია, ან მწვანე? ღმერთო, კარინა, მალე გამოდი. გოგოებო, კარინა, ახლავე თუ არ გამოვა, შევუვარდები და რამეს გავაკეთებ. კარგი, დაწყნარდი, კარინას შემდეგ ჩვენ ვართ.
დიანა, ნუ სულელობ. არა, შენ არ იყო დებილი. მისმინე, მე ვარ აქ ბიჭი და შეგიძლია მენდო, წარმატებები. აქ რა ხდება? ვსო? სად მიდიხარ? აქ რიგია. მომისმინეთ ბაყაყება, ბიჭები უნდა გაატაროთ. ბიჭები? რაო? ნახეთ, კარიც კი არ დაუკეტოს ბოლომდე. ვიცოდი რომ მე ამბოხეებს მანერები არ ქონდათ. ამ საპირფარეშოში აღარ შევალ, წამოდით ზედა სართულებზე ავიდეთ. რა საშინელი ფეხსაცმელია. კარგი, დროზე უნდა გავარკვიოთ, როგორ გავცვალოთ ადგილები და სხეულები. თორემ აღარ შემიძლია ამ არაკომფორტულ ტანსაცმელში და რაღაც აქსესუარებში სიარული. საშინელებაა. მომისმინე პიცა, ამ ბოლო დროს კარგად აღარ გვემსახურები. ხო, სხედვარ და 1 საათი ველოდებით შეკვეთას, დავიღალეთ. ვცდილობ. ვირთხებო, რა ხდება? ხო, იცით რომ კაფეტერიაში ბევრი ადამიანია, პიცას ყოველთვის საკმარისი დრო არ აქვს. ხო, ეგ მართალია. პიცა, კარგი, რა დრო არ გაქვს? ლეილა, მგონი დაავიწყდათ ვინ ვართ? ჩვენ ვართ ამ სკოლის ვირთხები. ხო, პიცა, მე ჟურნალისტი ვარ და შემიძლია ცუდი სტატია დავწერო თქვენს კაფეზე. და არა მარტო კაფეზე, არამედ მასში მომუშავე პერსონალებზეც. აი, ეს რა გავაკეთო? კარგი პიცა დაწმარდი, ვირთხებმა ხასიათი არ გაგიფუჭონ. რა გააკეთო პიცა? პირველი ჩვენ მოგვემსახურე. პირველი. გაიგე? არა, დამღალეს ამ ვირთხებმა. დიმა, გაახსენე აი ეს ჩვენი შეკვეთა. საათისფერო ვირთხებთან ჭუბი არ მინდა. დიმა, სუსტი ხარ? არა, სუსტი არ ვარ. აი ეს პიცა სად არის ჩვენი შეკვეთა? ჩვენს შემდეგ. ერთი მარწყვის მოხიტო. ვირთხებო, გამარჯობა. ოხ, სმაილი ისე უცნობრად იქცევა, შეამჩნიე?იანა, ამ კალათბურთელს რა სჭირს? კალათბურთელები ძველებურები აღარ არიან. ხო, გითხარი. გამარჯობა კალათბურთელებო, საღეჭი რეზინი ხო არ გაქვთ, პირში ძალიან ცუდი გემო მაქვს. სმაილ, ცირკს რატო უაწყობ, თუ ყურადღებისთვის აკეთებ ყველაფერს. სმაილ, ასე მოგცევა, უნდა შეწყვიტო, თორე შენთან ყოფნის შეგუცხობა. კარგი, მაგარი და ქალები ყოფილხართ. რა? მეგობრები, აი ეს ბურგერი მომიტანი გთხოვ. კარგი, ბურგერი რას დალევ? პიცა, კალათბურთელები ყოველთვის ხალ შოკოლადს ვამენ. მეგობრებო, რა დაგემართათ, ასე რატომ მოშტერდებით? გონი დროა რომ ყველაფერი აღიარო. შენი აზრით ჩვენ ვერაფერს ვერ ხვდებით? ოხ, მეგობრებო, მართლა გამოიცანით? ძლივს რამხელა ტვირთი მომაწვა გულიდან. ხო, მეგობრებო, დიანა ვარ, დიანა. ხო, დიანა. ბოდიში სმაილ, მაგრამ ჩვენ მშობლებს უნდა უთხრა რომ რაღაც დაგემართა. ხო, ხვდები რომ ჩვენი მეგობარი ხარ და როგორც ჩვენი მეგობარი უბრალოდ შენზე ვდარდობთ. მეგობრებო, მართლა ვერ ხვდებით? მე დიანა ვარ. მე და სმაილმა ერთმანეთის სხეულები გავცვალეთ. ღმერთო ჩემო, მართლა შეიცვალნენ ეს კალათბურთელები. კარგი სმაილ, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჯერ მასწავლებელმა იქს ვკითხავ რაღაცას. ხო, ჩვენ მასწავლებელმა იქს ყველაფერს აუხსნით და გაიგებს რომ უბრალოდ ძალიან გადაიღალეთ და დაცვენება გჭირდება. არა, მეგობრებო, მართლა დიანა ვარ და სმაილი იქ არის ჩემს ლამაზ სხეულში. სმაილ, ასე ხმამაღლა, ნუ ლაპარაკობ, ვირთხებიც კი ჩვენ დაგვცინიან. მოდი ვირთხებო, ნუ დაგვცინით, თორე თქვენ ყველა საიდუმლოს ვიტყვი, კარგი? სმაილმა საიდან იცის ჩვენი საიდუმლოები? არა გოგოებო, მგონი თქვენ დაგავიწყდით რომ ერთ ოთახში გვეძინა. აბა იანა, შენ ისევ ველოგავთ იდებს და ლეილა, შენ ისევ დადიხარ ძილში. რა? დიანა რა თხა არის? სმაილს უთხრა ყველაფერი. მე მეგონა შევთანხმდით რომ საერთო საიდუმლოებს არ ვიტყოდი. სმაილ, ეს ყველაფერი საიდან იცი? იცი რა დიმა, შენ არ მოითხოვე შეკვეთა, სუსტო. საათისფერო, ჩემი ბრალი არ არის, აქ აღარ მოვალთ. ბიჭებო, კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე სმაილი არ ვარ, დიანა ვარ, დიანა. კარგი სმაილ, გასაგებია, ყველაფერი ზუსტადაა. ჩემი სიყვარული როდის შეწყვიტა? დამიჯერე, რომ აღარ უყვარდე პირდაპირ გეტყოდა. ამაზე ბევრს მივიდარდებ. ჩემი აზრით დიანას და სმაილს უბრალოდ რაღაც დაუსრულებელი ისტორია აქვს და მე რატომ უნდა მადარდებდეს მაგათი დაუმთავრებელი ისტორია? უბრალოდ გეუბნებით, რომ ამის გამო არ იტანჯო. ხო, მთავარია არ დაგინახოს, რომ ცუდად გრძნობ თავს. ხო, თორემ გაიქცევა. გამარჯობა მე ამბოხეებო, რამე საჭმელი ხომ არ გაქვთ? დიანა? აი მარკუსი. დიანა, შეიძლება ვილაპარაკოთ? კარგი, ცოტა წყნარად, როგორც გასწავლე. მარკუს, წარმატებები. ვისაუბროთ, აი ჩემი კარადაც. დიანა, იქნებ მარკუს დაელაპარაკო, არ გიფიქრია? ხო, დიანა, დაელაპარაკე. არა, მასთან სასაუბრო არაფერი მაქვს. დიანა, შენთან ახლოს არის. იმედი მაქვს შენ და სმაილმა ყველაფერი გაარკვიეთ, ხო? დიანა, შეიძლება ვილაპარაკოთ? მოიცადე, ნუ მეხები. კიდევ ერთხელ შემეხები და არ ვიცი რას ვიზამ, მართლა რაღაცას დაგიშავებ. ჯანდაბა დიანა, რა გჭირს? დიანა, მართლა მომწოხარ, მომწოს როგორი ჯიუტიც ხარ. მომაშორეთ აქედან, თორემ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას არ ვიღებ. კარგი, მარკუს, წადი. დიანა, რაღაც უნდა გითხრა, კნოპა.
იგორ ერთი წუთი დიანა გაგიჟდი რა გჭირს ახლავე გეტყვით რაც მჭირს მარკუს ხო გითხარი რომ ეგრევე არ ჩახუდებოდი მეგობრებო მგონი დიანა კიდევ უფრო მომეწონა მომწონს როგორი ჯიუტიც გახდა ბიჭებო არ ვიცი დიანას რა დაემართა მაგრამ ასეთი არასდროს არ ყოფილა მარკუს მესმის შენი მეც მომწონს ჯიუტი გოგოები ბიძია მაი გთხოვთ არ მეჩხუბოთ ამჯერად რა დააშავე ჩხუბი მომივიდა კარგი არა უშავს რომეო პატარაობაში ყველა ჩხუბობ იცით რა მასწავლებელო მაიკ ძალიან მიყვარხართ და დიდ პატივს გცემთ მაგრამ თქვენი ძმიშვილი ზედმეტის უფლებას აძლევს საკუთარ თავს ხო უნდოდა რომ ჩემ შეყვარებულთან ეჩხუბა ჩემს პატრიკთანაც იჩხუბა მასწავლებელო მაიკ თქვენი ძმიშვილი ძალიან ძლიერია მასწავლებელო მაიკ ხო შემპირდი თუ არ მეჩხუბებოდით პატრიკ თვალი მაჩვენე თავის თვალს ვერ გაჩვენებთ პატრიკი რადგან შუქი რომ ხვდება სტკივა ძალიან მტკივა მოკლედ მასწავლებელო მაიკ გვინდა რომ რომეო წავიდეს ამ სკოლიდან სადმე სხვაგან გადავიდეს ხო იმიტომ რომ ჩვენ არაფრის გამოგვერჩი მეგობრებო მოდით ჩემ რომეოზე ნუ მოიტყუებით ხო ბიძია მაიკ იტყუებიან მომისმინე რომეო ახლა სიმართლეს თუ არ იტყვი გპირდები პატრიკის ნაირი თვალი გექნება გასაგებია ჯიჯი მოიცადე მეგობრებო თქვენ ძალიან ბევრი ხართ და რომეო მარტო ერთია იქნებ თქვენ დაიჭირეთ და რომეო უბრალოდ თავის თავს იცავდა იცით რა მასწავლებელო მაიკ მე პატივს გცემდით მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერს გააკეთებთ რომ დაიცვათ თქვენი ძმიშვილი ხო და ხვალ მე მექნება პატრიკის ნაირი თვალი ნახვამდის მასწავლებელო მაიკ რომეო ამ ყველაფერს როგორ ახსნი ბიძია მაიკ თქვენ შემპირდით რომეო გაიაზრე რომ ისინი ჩემი მოსწავლეები არიან და მე ყოველთვის შენ ვერ დაგიცავ მოგიწევს ამ სკოლიდან წასვლა კარგი ბიძია მაიკ აღარ ვიჩხუბებ მაგრამ იცოდეთ რომ პატრიკისთვის უმიზეზოდ არ დამირთმობს კარგი აბარატო და არტყი თვალში მან დონატი დამიძახა რომეო უკვე რამდენჯერ გითხარი რომ რამე სპორტზე უნდა შეხვიდე და ლუზერები ვერაფერს ვეღარ დაგიძახები დიანა აბა რა უნდა გეთქვა მოკლედ გოგოებო მე დიანა არ ვარ სმაილი ვარ დიანა გონია ეგ სასაცილოა არ არის სასაცილო პატრიკ რაღაც ცივი გჭირდება პროვასტი დავალოდოთ და სკოლის მერე ვცემოთ კარგი ლუზერებო კარგით რა რას დარბიხართ აგეთიქით დიანა გაჩუმდი დიანა დღეს სახლში მოდიხარ ჩვენთან ერთად თუ ისევ გასახდელში აპირებ ძილ სმაილთან დიანა რა მოხდა რა დაგემართა საერთოდ არაფერი გვესმის გოგოებო არ გესმით არაფერი მე სმაილი ვარ დიანას ხელში და დიანა არის ჩემ სმაილის ხელში დღეს ერთად უნდა დავრჩეთ რომ იქნებ სხეულები გაგვეცვალოს როგორღაც უნდა დავიბრუნო ჩემი ძველი სხეული აღარ შემიძლია ასე არა ფილმებში მინახავს მაგრამ რეალური ვერ იქნება დიანა ოცნებობ ოხ სმაილსად იყავი ამდენი ხანი ყველგან გეძებდი გასახლეში უნდა წავიდეთ და ჩვენი სხეულები დავიბრუნოთ რა თქვა დიანა მოვიდა წავედი პატარებო რა ჩემს სხეულს ასე უხეშად რატო ექცევი თავს მოუვარე მისმინე დიანა საერთოდ არ მადარდებს შენი თმა შენ ხომ თხოვე რომ თმები არ მომეშორებინა და არც მოვიშორე მე კიდე გთხოვე რომ თმისთვის მიგეხედა და არაფერი არ გააკეთე პატარა დროა წავიდეთ ახლა გასახდელში თორე ვერ გავცვლით სხეულებს და საშინელება იქნება ხო მეც აღარ შემიძლია მთლიანი ფეხებით სიარგვი გოგოებო ძალიან მინატრებით კარგად ხუმრობენ არა კნოპა მგონი ერთად არიან ისევ და ამათი გზა ეს არის რომ ჩვენ გვეხუმრონ ხო მგონი უნდა დავფიქრდეთ კარგი სმაილ მოდი სხეულები დავიბრუნოთ ხო მოდი ვიჩხუბოთ მოდი ვიჩხუბოთ მე დაკარგავ არა დიანა არ დამარტყა ხალხი გვიყურებს რას იფიქრებენ წარმოიდგინე მეგობრებო არხი გამოიწერეთ და ვიდეო დალაიქეთ ხო მე ჩემი სხეულის დაბრუნება მინდა კარგად